ის ბუნდესტაგის თავმჯდომარის ბატონი ლამბერტის ვიზიტი კიდევ ერთი კონკრეტული დემონსტრირებაა გერმანიის ძალიან მკაფიო, მყარი და საქმიანი მხარდაჭერის საქართველოს მიმართ, რომელიც ეხება საქართველოს როგორც ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიური დღის წესრიგის დროულად და ეფექტურ განხორციელებას. ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რაც აქვს დღეს საქართველოს და ეს არ არის მარტო საქართველოს გამოწვევები, ეს არის ზოგადად ევროპული უსაფრთხოების თემა. ბატონმა ლამბერტმა და მისმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ ამ ყველაფერს, ისინი მზად არიან და არიან საქართველოს გვერდზე და გერმანიის ბუნდესტაგი კონკრეტული ნაბიჯებისთვის მზად არის, კონკრეტულად დროულად მოხდება ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია, ასევე ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღოს სპეციალური რეზოლუცია, რომელშიც მკაფიოდ აღნიშნავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მხარდაჭერას, სუვერენიტეტს და ასევე საქართველოს ევროპულ მომავალს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არის მზაობა გააქტიურდეს ურთიერთობები ყველა დონეზე, არის მზაობა, რომ გერმანიამ როგორც წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი დღეებიდანვე 90-იან წლებში ძალიან აქტიური როლი ითამაშა საქართველოს ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. გერმანიის მხრიდან არის მზაობა გააქტიუროს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მხარდაჭერის ყველა ინსტრუმენტები და მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი ვიზიტი იყო ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იმ ქართულ-გერმანული თანამშრომლობის გეგმისა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასახა წლის დასაწყისში, რომელიც სავსეა ძალიან აქტიური კონტაქტებით ჩვენ ველით უახლოეს მომავალში განვითარების მინისტრ ბატონ მიულერს, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრ საქართველოში, ასევე მუშაობთ კანცლერი მერკელის ვიზიტზე, გაიმართება ქართულ-გერმანული ეკონომიკური კომისიის სხდომაც. შესაბამისად, ყველა ეს ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ხელთა ურთიერთობების გაღრმავების და გააქტიურებისთვის იქნება მაქსიმალურად ამოქმედებული, რათა ჩვენ გქონდეს არა მარტო პოლიტიკური მხარდაჭერა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე, არამედ გქონდეს ძალიან აქტიური ეკონომიკური ჩართულობა გერმანიისა, როგორც სამთავრობო, ასევე ბიზნესის დონეზე. ეს არის ჩვენი ამოცანა 2014 წლისთვის, რომელსაც მივყვებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გერმანელი პარტნიორები არიან ჩვენ გვერდზე.